მაგრამ ყველაფერში კიდევ უნდა ვთქვა რა, კალათბურთის სიყვარულმა იმდენ რამეში გამატანინა, რომ ეს ჩემთვის არაფერია რა. კი ეს არის რაღაც გარკვეული წინაღობა 16 წლის ბავშვისთვის, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერი არ იყო. მე იმხელა მიზნები მქონდა და ისეთი ბოდიში და დუხით ჩავედი, რომ ეს ჩემთვის არაფერი არ იყო რა, იმასთან შედარებით, სადაც მინდოდა მე წასვლა, ხო? და სადამდეც მინდოდა მე ასვლა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც ამაზე ვილაპარაკე, მე ვიყავი იღბლიანი და ვარ იღბლიანი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან სწორი ადამიანები შემხვდნენ გზაზე. ჩემი იქაური 16 წლამდელთა პირველი მწვრთნელიდან დაწყებული, ძალიან ბევრი გუნდელით დამთავრებული. მადლობა მათ, რომ ეხლა ვარ, სადაც ვარ. ჩემი შრომის მოყარეობის გარდა, ჩემი აზრით აუცილებელია რა, რომ ესეთი ხალხი შეხვდეს ცხოვრებაში. რომ შენი თავი განაგზო და განავითარო. და ალბათ აი პირველი ეს წინაღობა და რთული მომენტი იყო ეს. შემდეგ უკვე ნელ-ნელა ვისწავლე როგორ გადამელახა ყოველი ეს საფეხური და ნელ-ნელა ავდიოდი ზევით. მე